აი ასე ვარ და და რა სიტყვის ხალხი ვიღაც სიტყვის ეს რას ორიგინალობს ის სიტყვის რა კომპლექსებს თავადებს არაფერს არ ვებთ. რატომ არის კაცისათვის გაიგივებული თავისუფლების დაკარგვასთან ოჯახის შექმნა? რასთან გვაქვს საქმე? კაც აზრად არ მოუვა. შენ უნდა თქვა ეს არის ჩემი სივრცე. ეს არის საზღვარი. არ გადმოგეთ. გადის დრო, ბრუნდება და უკეთეს შემთხვევაში აბსოლუტურად უცხოა ოჯახისთვის. შენ თუ მაგდანას ლურჯასავით იქცევი, შენ მოგექცევიან როგორც მაგდანას ლურჯას. სამი შემთხვევა რატომ იკავებს თავს? აი მივედით აქამდეც. ხო, მოხავს ის, ვით ნაკლებად უყვარს. წავიქეცით, ავდექით, გავისწორეთ თმები და გავაგრძელეთ. გავაგრძელეთ გზა. მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ შორის ნინიასთან ერთად YouTube არხზე. მე კი ამ პოდკასტის წამყვანი და ავტორი გახლავართ. სტუმარი მინდა წარმოადგინო საოცარი ქალბატონი დეა ყოლბაია, რომელიც არის ექიმი, პათოლოგ ანატომი და მეცნიერების პოპულარიზატორი. მოგესალმებით ქალბატონო დეა. უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. წარმატება მინდა ვუსურვო თქვენს პროექტს. ვიდრე თემას წარმოადგენ, ვიტყვი რომ პატარა მოკვლევა გავაკეთე სამეგობრო წრეში, რა თემა იქნებოდა მათთვის საინტერესო სასაუბროდ თქვენთან. აღმოჩნდა რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები არის ის თემა, რომელიც ყველას აინტერესებს. ამიტომ მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჭრილში თქვენთან ერთად. აი მაგალითისთვის, ქალი და მამაკაცი არის ურთიერთობაში 3-2 წელი. უკვე ქალი ელოდება კაცისგან გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯს. მაგრამ კაცი ამ ნაბიჯს არ დგამს, არ ეჩქარება დაოჯახება და ოჯახის შექმნა. რა ხდება ამ დროს მამაკაცის ფსიქიკაში, რატომ არის კაცისათვის გაიგივებული თავისუფლების დაკარგვასთან ოჯახის შექმნა? რასთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, ეს კითხვა ეს არის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ ოჯახი ქალისთვის ეს არის გადამწყვეტი. მაშინ, როდესაც მამაკაცისთვის გადამწყვეტი უფრო არის კარიერული წინსვლა. რასაკვირველია, უამრავი ქალი ჯერ კარიერაზე მუშაობს და ფიქრობს და მერე ოჯახდება. არ არსებობს აბსოლუტური 100%-იანი დიფერენცირება, რომ მამაკაცები მარტო სამსახურზე და კარიერაზე და ძალაუფლებაზე ფიქრობენ და ქალები მარტო მხოლოდ ოჯახი და ბავშვები და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ამ კითხვას უპასუხოთ, ვინ რატომ იკავებს თავს და რასთან აიგივებს, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიური კოსმოსის თავისებურებებს. და თქვენის ნებართვით მე იმ ლიტერატურულ მიმოხილვას, რომელიც თქვენი პოდკასტისთვის სპეციალურად დავიკითხავ. ესე იგი, მოდით დავიწყოთ, რა არის უფრო განვითარებული. უფრო განვითარებული. განაის რომ იქ არ არის და აქ არის. აქაც არის, იქაც არის, როგორც აქ უფრო მეტია და იქ უფრო ნაკლებია, როგორც წესი სტატისტიკურად საშუალო ალბათობით. ლოგიკა. მამაკაცში უფრო მეტად განვითარებულია და ქალში უფრო მეტად არის განვითარებული ინტუიცია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკას მოკლებული არიან ქალები. აქ საუბარია მეტნაკლებობაზე სტატისტიკით. ინფორმაციის სინთეზი, ანუ გაერთიანება, დაკავშირება ინფორმაციების გადაბმა მამაკაცებში უფრო ხშირია, უფრო მეტია. ანალიზი, ანუ წვრილმანებზე აქცენტირება, დეტალებზე აქცენტირება, ეს უფრო მეტად ქალში. მთლიანობის დანახვა აღქმა მამაკაცში მეტად, დეტალებზე ყურადღების გამახვილება უფრო მეტად ქალებში. სხეულის ხელის მოძრაობა მამაკაცში შედარებით ნაკლებად ნატიფია. აი თუ მაგალითად არ არის ცეკვაზე თქვათ და ასე შემდეგ ნასიარულები და ასე შემდეგ, ხო? აი უფრო ტლანქია და ქალის თავიდანვე უფრო ნატიფია. ტექნიკური მიმართულებები ძირითადად უფრო ბიჭებში, ფიზიკა, მათემატიკა, გეოგრაფია, გეოლოგია, გეოდეზია, ასტროფიზიკა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალები ნაკლებად. წარმატების მიღწევის мотиваცია და ლიდერობისკენ სწრაფვა მამაკაცებში უფრო ხშირია. რა თქმა უნდა, ქალი ბიზნესმენებიც არიან და პრეზიდენტებიც და მინისტრებიც. წარმატება თუ ირგვლივ ყოფთა მიმართ პიროვნული, ინტიმური, სულიერი ურთიერთობების მოტივი ქალში მეტად არის გამოხატული. ეს ქალი არის უფრო თბილი, დამთმობი, ნაკლებ კრიტიკული. ანუ ქალი ურთიერთობაში აქცენტს აკეთებს პიროვნულ ურთიერთობებზე. აი მე და შენ ვიჭუქჭუკოთ, ხომ? უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მამაკაცებში მე და შენ ვიჭუქჭუკოთ ემსახურება დომინაციას, კონკურენციას, აი სპორტული ინტერესი, სპორტი, როგორც ის კაცებმა მოიფიქრეს.
ხო? ანუ შეჯიბრებითობა უფრო ახასიათებთ კაცებს და იქ აქცენტი კეთდება არა ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე, არამედ მიზანზე. ქალთან ურთიერთობაზე აქცენტი. დიახ. მამაკაცისთვის მთავარია. მე მინდა ვიყო პირველი ამ ქალისთვის. და ქალისთვის მნიშვნელოვანია, მე მინდა ვიყო ამ მამაკაცისთვის ერთადერთი და განუყოფელი. ქალთან შედარებით მამაკაცი უფრო რაციონალურია, უფრო თავშეკავებულია ურთიერთობაში, უფრო დინჯია საუბარში და ამ შემდეგ. ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა, უფრო ემოციურია, უფრო ემოციურად პასუხობს მოსაუბრეს ურთიერთობაში. მამაკაცი უფრო მკაცრია და ემოციურად ცივია. მამაკაცი უფრო რისკიანია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და შედარებით სწრაფად, ქალი გვიან დაფრთხილად. მამაკაცი უფრო თავდაჯერებულია, ქალი უფრო მშფოთვარია. მამაკაცის ტემპერამენტი არის უფრო ოპტიმისტური, მათ შედარებით იშვიათად ემართება დეპრესია, ქალებში უფრო ხშირი. თუმცა ეს გადანაწილება დეპრესიაში ამ ბოლო პერიოდში რაც მოხდა, ქალების ემანსიპაცია და ასე შემდეგ, ეს სტატისტიკა შეიცვალა. ქალი არის უფრო არიერგარდი. არიერგარდი არის ის, ვინც აგროვებს უკვე არსებულ მონაცემს. აი მაგალითად წარმოიდგინეთ, ადამიანს დასჭირდა კუდი. აი გვჭირდება კუდი. ჯერ გაუჩნდება კაცს, გავა 10,000 წელი პირობითად. მე გაუჩნდება ქალს. ანუ როგორც კი ბიოლოგია დარწმუნდა, რომ ნაღდად გვჭირდება კუდი. მე გაუჩნდება ქალს და ქალი შეინახავს. და აი გავიდა ეს 10,000 წელი და აღარ გვჭირდება კუდი. პირველი მოძრება კაცს და მე ბოლოს მოძრება ქალს. ქალი ინახავს. არიერგარდი ეს არის ძირითადი ფონდი. ანუ ნახეთ, ექსპერიმენტებს ბუნება ატარებს კაცზე. ანუ თავარი, ანუ სიახლე რა არის ექსპერიმენტია. შესაბამისად, მამაკაცის სხეული და ფსიქიკა ეს არის ევოლუციის პლაცდარმი, ლაბორატორია, ესეთ პეტრის ფინჯანი, სადაც ევოლუცია ატარებს ექსპერიმენტებს. შესაბამისად, ციხეში მამაკაცები მეტია ვიდრე ქალი. იმიტომ რომ ამ ექსპერიმენტების დროს არის დრამატული გადახვევები. მამაკაცი რას ხედავს არის მნიშვნელოვანი. შენი საქციელი როგორია, რას ეუბნები, ეს არის ქალისთვის უფრო მნიშვნელოვანი. შენ შეიძლება ერთნაირად მოიქცე, მაგრამ ისე მოუყვე, ისე ელაპარაკო და ჟარგონზე რო ვთქვათ, შეაბა ლაპარაკეთ, ქალი ებმება და კაცი არა. აღქმა და დასკვნები შენელებულია, ანუ ის სერიოზულად აანალიზებს, ფიქრობს და მერე უცბად პასუხს არ იძლევა. ბიჭო, ამოიღე ხმა, თქვი, ის ფიქრობს და მერე. ქალი სწრაფად აღიქვამს. ქალები მამაკაცის სწრაფად კითხულობენ, გადმოცემის დეტალებს ნაკლებად აქცევს ყურადღებას მამაკაცი. გეუბნება, კაი, მოყევი ბოლოს მითხარისა, აი ღრუბლები როგორი იყო ცაზე არ მაინტერესებს. ფინალი აინტერესებს. კონკრეტულად თქვი არ უნდა ამდენი. ერთი ნახვით შეეყვარება კაცებში შედარებით ნაკლები. ვაუ. ქალებში უფრო მეტია. მოხიბვლავნება კი, მაგრამ აი რასაც ქვია გრანდიოზული ესეთი შედარებით იშვიათია. თუმცა გავიხსენოთ ნათლი მამა, ხო? კარლიონე ერთი ნახვით შეყვარება. მაქსიმუმ 20 წამი არის ის, რასაც კაცი ქალს უსმენს. 20 წამში შენ თუ ვერ მოასწარი ესეთი მესიჯის მიწოდება, ის აღარ გისმენს და ამის გამო შეიძლება მე კონფლიქტი დაიწყოს. კაცის აგრესიულობის მიზანი ეს არის მიაღწიოს პირველობას. მამაკაცის აგრესია ემსახურება პირველობას, რომ ის უნდა იყოს პირველი. იმიტომ რომ ის ეფუძნება შეჯიბრებითობას. კონკურენციაში უნდა იყოს გამარჯვებული. მაშინ, როდესაც ქალის აგრესიულობა ეფუძნება საკუთარი საზღვრების დაცვას და რომ ვერ იცავს და რომ უბედურია. ანუ კაცი ბრაზობს, როდესაც მიზანს აღწევს, აი მიზანი და აი მე ამიტომ და ქალი როდესაც უბედურია. ქალი გაბრაზებული ნიშნავს, რომ ქალი უბედურია. ემოციურობა. მამაკაცები მიდრეკილნი არიან ემოციების შეკავებისაკენ. ანუ, როდესაც განსაცდელია, უბედურება, ტრამვა, აი თქვა ოჯახში სულის დანაკლისია რაღაც უბედურება, ხო? მამაკაცი ტრიალდება შიგნით. ნაკლებად ტირის. ვერტირის. ვერტირის, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად ტესტოსტერონი და ასე, მაგრამ მეორე ეს არის კულტურული ტაბუ, რომ კაცმა არ უნდა იტიროს. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მაგალითად, მაღალი სიკვდილიანობა, გულის ინფარქტი და ასე შემდეგ, რომ ვერ ავლენს და არა მხოლოდ ინფარქტი.
ქალები როგორც წესი გაცილებით ემოციურები, მგრძნობიარები, მორცხვები არიან ვიდრე მამაკაცები. თუმცა, აი ეს იყო საინტერესო კვლევა, რომ ყველა კულტურაში არა. აი ეთნოკულტურული თავისებურებები. მაგალითად, იაპონიაში მორცხვი მამაკაცები უფრო მეტია ვიდრე მორცხვი ქალები. მამაკაცი უფრო ემოციურები არიან ვიდრე ქალები, როდესაც საქმე ეხება ბრაზს, ზიზღს და სიძულვილს. აი ქალები ხო უფრო ემოციურები არიანო, მაგრამ კაცი უფრო ემოციურია, როდესაც საქმე ეხებაო ბრაზს, ზიზღს, სიძულვილს, ანუ აგრესიას. მამაკაცი პატიობს და ივიწყებს. ქალი პატიობს, მაგრამ არასდროს არ ივიწყებს. რა თქმა უნდა, ამაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, იმიტომ რომ ბევრი კაც ბოლომდე ახსოვს და გულღრწო და რაღაცა, მაგრამ საუბარია საშუალო სტატისტიკურ. როგორც წესი, ქალს სულ ახსოვს წყენაო. კაცი ყოველთვის საკუთარი შრომითა და მიღწევებით აფასებს საკუთარ თავს. ქალების თვითშეფასება მათ ინტერპერსონალურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. აი ეს უნდა მეგიცი. მაგალითად, მე იცი ვისი ცოლი ვარ. მე იცი ვისი დედა ვარ. მე იცი ვისი შვილი ვარ და ასე შემდეგ. ანუ კაცი იმკვიდრებს თავს, რომ მე იცი რეებს მივახციე. მე იცი ვინ ვარ, მე ვინ ვარ. ქალი მე იცი ვისი ვარ. ვისი ვარ. უმეტესწილად, თუმცა რა თქმა უნდა ქალი. ანუ თვითშეფასების სასამაღლებლად ისევ კაცი არის მთავარი, რომ ხალმა აიმაღლოს თვითშეფასება. და ჩვენ აი მივიდეთ სწორედ აი საუბრის ხო, რომ აი რაშია საქმე. კაცი უფრო ხშირად გამოხატავს და უფრო ხისტი ფორმით კრიტიკას თანამოსაუბრის მიმართ, ვიდრე ქალი თანამოსაუბრის. უფრო უხეშია. ანუ მისთვის მთავარია გამოხატოს კაცისთვის თავისი აზრის, დარწმუნებულია რომ ეს მართალია, რომ ეს არის შტერი. ეს იტყვის, შენ ხარ შტერი. მაგრამ ქალი თავს იკავებს და ასე პირდაპირ არ ეტყვის. შენ ხარ შტერი. თუ ქალი უკმაყოფილოა პირადი ურთიერთობებით და უბედურია პირად ურთიერთობებში, მას არ შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს სამუშაოზე. ანუ ეს სტრესი მას მოქმედებს. ხო, აი როგორც ტრიგერი უქვეითებს კონცენტრაციის უნარს და ეს აისახება მის სამსახურზე, მის საქმიანობაზე. მაშინ როდესაც თუ მამაკაცი უკმაყოფილოა სამსახურში, ანუ კარიერაში აქვს პრობლემა, ის ფოკუსირდება ნეგატიურ ემოციებზე ოჯახში. ანუ მამაკაცის პრობლემა სამსახურში იწვევს ოჯახში მის გატირანებას. ანუ ტირანი კაცი ეს არის კარიერაში შეუმდგარი ან რაღაც პრობლემები, ან შეიძლება კარიერაში აქვს წინსვლა, მაგრამ ეს უჯდება ძალიან დიდი სტრესის ფასად. და არ შეუძლია ფიქრი. და ყველაფერი შემდგომ ესე რომ ვთქვათ, აი ამოანთხევს ოჯახს. ანუ ეს აი შეტრიალებული. კი. მამაკაცთან საუბარი არ უნდა იყოს მინიშნებებით, აი ეგრეთ წოდებული ნამიოკებით, მანევრებით, არამედ პირდაპირ უნდა უთხრა სათქმელი. აი იმის იმედად რომ როგორ ის ვერ უნდა მიხვდეს, ვერ მიხვდება, მისი ტვინია სხვანაირად მოწყობილი. პირდაპირ უნდა უთხრა სათქმელი. თუ ბავშვობიდან დედამ არ ასწავლა ქალის პატივისცემა, აი ეს ქალის სიყვარული, საჩუქრები არ ასწავლა, მერე როდესაც ქალი მოითხოვს, კაცი თვლის რომ მას იყენებენ. ანუ ის არ არის მიჩვეული საჩუქრების კეთებას დედისგან. კომპანიებში ქალი მუშაკების მაგიდები ახლოს დაალაგეს. ახლოს. საინტერესო. და მისცეს უფლება არა სამსახურეობრივი საკითხების გარშემო ესაუბრათ განუსაზღვრელი დროით. და შრომის უნარიანობამ, შედეგიანობამ სამთელ 4-ჯერ გაზარდა და კომპანიის მოგება გაიზარდა. ანუ თუ ქალები ერთად საუბრობენ, საქმეს უფრო ადვილად და კარგად აკეთებენ ჭორაობაში. მაშინ როდესაც მამაკაცებს ესეთი ჭორაობა არ სჭირდება, ისინი უფრო იზოლირებულად, თავისთვის უფრო ინტრავერტი. იქ სადაც სიყვარულისთვის ყოველთვის საჭიროა მსხვერპლი, სიყვარულის ადგილი იქ არ არის. ჩვენ მივდივართ დასკვნამდე. და არის პრობლემა ქალების ოჯახში. არის ტრადიცია, რომელსაც აქვს 1000 წლოვანი ისტორია. მინიმუმ. გოგონებს ზრდიან რწმენით. რაც უფრო ნაკლებად გააბრაზებ ვინმეს, მით უკეთესად იქნები. და ეს აყალიბებს ეგრეთ წოდებულ pleasers. Please.
ანუ მაამებელს. თხოვნა, რომ არ შემეხო. არ შემეხო, შეურაცხყოფა არ მომაყენო და კი ბატონო, მე ყველაფერს გავაკეთე. აი, ოღონდ სამშვიდობა იყოს. პლიზერი სრულდება მსხვერპლის სინდრომით. და მსხვერპლი ასკნის. მსხვერპლი, რომელიც იძულებულია დათმოს თავისი სურვილები, თავისი მოთხოვნილებები, იმისათვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს ოჯახში. თმობს თავის პირად საზღვრებს, რომ შეინარჩუნოს ოჯახი. საბოლოო ჯამში ასკნის, რომ სიყვარული ყოფილა ტანჯვა. პლიზერი ქალები აუფასურებენ თავიანთ მოთხოვნილებებს და შესაბამისად უფასურდებიან მამაკაცის თვალში. ირღვევა ქალის პიროვნული საზღვრები. იგი ზავდება პარტნიორში. ოღონდაც არ შეეხოს მას. ოღონდაც ის არ აღმოჩნდეს შეურაცხყოფილი. ოღონდაც მას არ მოუწიოს ბრძოლა. ისევ თავდაცვა ერთად. ის იცავს თავს იმით, რომ ზავდება პარტნიორში და როგორც შეგიძლია ისე იყოს. და ქრება როგორც პიროვნება. და ქრება მისი პერსონალური ფსიქოლოგიური კოსმოსი. ინგრევა. სიყვარულის სახელით საკუთარი თავის და ინტერესების შეწირვით ის მოელის ქალი შინაგანად. რომ ოდესმე მაინც ეს კაცი ხომ დაინახავს ამ მსხვერპლს. და ალბათ ოდესმე თავადაც ამ ურთიერთობისთვის თავს გაწირვას და რაღაცაზე დათმობაზე წავა. და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. აი ეს ექსკურსი რაც ჩვენ გავიარეთ, დაგჭირდა იმისთვის, რომ კაც აზრად არ მოუვა. თავი გაწიროს. აზრად არ მოუვა თავისი საზღვრები და აზიანოს შენი გულისთვის. ის ანატომიურ ფიზიოლოგიურად მონადირეა და თავის ტერიტორიას იცავს სიცოცხლის ფასად. მის ტერიტორიას. ეს მისი ტერიტორიაა. სინამდვილეში მამაკაცს განზრახვაშიც კი არ აქვს დათმოს თავისი საზღვრები. კაცი საკუთარ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. პრობლემა რა არის? აი ახლა ისმის კითხვა. რა არის აქ ახლა მთავარი პრობლემა და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგი. ხა მე რატო ვკითხულობ ყველაფერ ამას? მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ მე არა ვარ ფსიქოლოგი. მე ვარ ექიმი და ამიტომ აი ეს მეტნაკლებად რაც იყო ესეთი აკადემიური სანდო ტექსტი მე რომ არაფერი შემეშალოს ჩემ პირად იმპროვიზაციებში, ამიტომ თავს მივეცი უფლება წამეკითხა ეს ყველაფერი. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს ძალიან საინტერესო და მოულოდნელი დასკვნა. ქალი, რომელიც ეწირება ოჯახს, ეწირება ურთიერთობას, ეწირება რომ ეს გადაარჩინოს ეს ყველაფერი. სინამდვილეში ყოფილა შემდეგი ეს ტიპი, ეს ქალი ყოფილა ასეთი. პლიზერი ქალი. ხო? ანუ მაამებელი ქალი. აი რომელიც წავიდა, ემიგრაციით წავიდა, იქიდან ფულს აგზავნის და ჯერ ეს 40-45 წლის შვილები, ბავშვები ხო უნდა გამოკვებოს და აბა სიგარეტა, პივის ფული და შუქი გაზი და აბა ინტერნეტი. კი, ოჯახი. მე ამათ ხო შვილები და შვილიშვილებს ხო ხა ნორმალურ ბაღში რაღაცა და გადის დრო, ეს დაბერდა, იქ დაავადდა. ბრუნდება. და უკეთეს შემთხვევაში აბსოლუტურად უცხოა ოჯახისთვის. გაუცხოვებული, იმიტომ რომ წლები გავიდა. ეს ადამიანი შეეწირა ამას. და მე რეიტ უამრავი ქალი. არაფერი არ ყოფილა ეს ცხოვრება. წესიერად მადლობის თქმელიც კი არ არის არავინ. არა. და ამას არ ვაკეთებ, იმიტომ მადლობისთვის თქვენ რო კარგად ყოფილიყავით იმისთვის ვაკეთებდი. და ნახეთ, ახლა როგორ შემოტრიალდება. პლიზერი ქალი ვერ აცნობიერებს, რომ საკუთარი მოთხოვნილებებისა და ინტერესების შეწირვით სინამდვილეში საკუთარ სიამაყეს იცავდა. თურმე ფსიქოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ქალი, რომელიც ცდილობს იყოს სულ მაამებელი, სულ გუნდრუკი სულ კი ბატონო და ოღონდაც მოგერგოს. რატომ არ შედის კონფლიქტში? ანუ არ ამბობს მე ეს მინდა და მე ეს არ მინდა. ეს ჩემი საჭიროება, ეს ჩემი საზღვრებია, ეს უნდა დავიცვათ, უნდა გამიფრთხილდე. ის მიდის დათმობაზე. რომ არ იყოს კონფლიქტი.
იმიტომ რომ კონფლიქტი გულისხმობს შეურაცხყოფას და ის იმდენად ამაყია, რომ შეურაცხყოფის ეშინია. და შეურაცხყოფა რომ არ მიიღოს სიამაყეაო პრობლემაო. ის შინაგანად ისეთი ამაყია. რომ არ მიიღოს შეურაცხყოფა ამის თავს წირავს რომ აისხლიტოს კონფლიქტი. იმიტომ რომ ძალიან ამაყია. რა აღმოჩნდა? სინამდვილეში საკუთარი თავის გაწირვა უფრო ადვილია. გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება. საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ძალის პოვნა, თვითგანვითარება, რაღაცა ახლის კეთება, თუნდაც განქორწინება და ცხოვრების თავიდან დაწყება. მაგრამ ეს ხომ პასუხისმგებლობა? რაც უფრო მეტად სცემ პატივს შენს საჭიროებებს, მოთხოვნილებებს და სურვილებს, მით უფრო მეტად გცემს პატივს შენი საყვარელი მამაკაცი. მე შენ მჭირდები. ეს შეცდომა. მე შენ კი არ მჭირდები. მე შენ გჭირდები. არა. მე შენ სურხარ. მე შენ მჭირდები ნიშნავს რომ მე ვარ ნაკლული და შენი საჭიროება მჭირდება რომ მე შენი ჩემდამი დამოკიდებულებით ავიმაღლო თვითშეფასება. მე შენი სიყვარული მჭირდება რომ მე თავი შევიყვარო. ეს შეცდომა. მამაკაც უყვარხარ. არა იმიტომო რომ ამას უკეთებ. ძალიან კარგია ხაჭაპური მჭადი და ნიგზიანი ბადრიჯანი და აჰაჰა და ასე აიც კაპინო ხელი ასე და შენ თუ მაგდანას ლურჯასავით იქცევი შენ მოგექცევიან როგორც მაგდანას ლურჯას. ძალიან კარგია ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მამაკაც უყვარს არა ეს ქალი კონკრეტულად ეს პიროვნება. არამედ აი ეს ქალი, აი ეს პიროვნება. მის ფსიქოლოგიურ კოსმოსში, მის ემოციურ სივრცეში, ემოციურ კოსმოსში, რომელ ნახატს, რომელ კუთხეს, რომელ სასახლეს გაანათებს. შენ რას გაანათებ მასში სულიერად, რას გაათბობ სულიერად, რას გაანათებ ის სინათლე უყვარს კაცს. შენ რამდენ ჭაც გამოაცხობ ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ხარისხოვანი ყოფილა. ამიტომ გამოდის შედეგი დრამატული. მაგდანას ლურჯასავით მთელი ოჯახი მოკიდებული გყავს კისერზე და ისე მიდიხარ უფერებელი და დაუფასებელი რომ ვერ იგებ. რატომ? შენ დათმე შენი საზღვრები. შენ შეეწირე იმიტომ რომ არ გეყო გამბედაობა გეთქვა ამაზე არა და ამაზე კი. ოღონდაც კონფლიქტი არ ყოფილიყო, ოღონდაც დაპირისპირება არ ყოფილიყო, ოღონდაც შენ თავმოყვარეობას არ შეხებოდა ის უდიერად რაღაც ნათქვამი და მოგდებული და ის ჟესტი და ეს იმდენად მგრძნობიარე იყო შენი სიამაყე. აი მაგალითად ძალიან მგრძნობიარეა და აი რაღაცა ახლა მინია რომ გაკადრო. მიდი რა. ეს ხო ტაქტობაა. მაგრამ შენ თუ ამის გამო მთელი დღე ცუდად გახდი, ესე იგი და მიხვიდე ექიმთან. მიხვდი, ეს არ არის ისეთი, რომ ამის გამო შენ დაიტანჯო. ეს უდიერი დამოკიდებულებაა, ხო? უკულტურობაა, მაგრამ ამან შენ არ უნდა შეგარყიოს. და მით უმეტეს ახლა ამაზე უფრო სერიოზულია ოჯახში, ხო? კონფლიქტი. შენ თუ ამ კონფლიქტის გეშინია. ფსიქოემოციურ დონეზე, ხა ფიზიკურ ცემატყებაზე აღარ არის ლაპარაკი, ხა გასაგებია, ხო? ფსიქოლოგიურ ტრამვებზეა უპირველესად საუბარი. ესე იგი შენმა სიამაყემ შენში გამოიღო პარადოქსული შედეგი. შენ იმაზე მეტად დამცირდი, ვიდრე დამცირდებოდი კონფლიქტის ღირსეულად გადაწყვეტის პირობებში. მამაკაც უყვარს ქალში ის, რაც მას აკლია. შენი მგრძნობელობა, შენი თანადგომა, შენი ზრუნვა, შენი ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც კი შენ იწყებ მისი საკეთებლის კეთებას, დათვურ სამსახურს უწევ. როდესაც შენ თავს გადახრი, გადაწევ უпроსორად უკან. შენ საზღვრებს გაარღვევ და მასში განზავდები და შენ პიროვნულს კარგავ. სიყვარული პიროვნებებს შორის არის. ანუ შენ ეწირები კარგავ შენ პიროვნულ სტატუსს და ის კარგავს შენ და მიინტერესს.
აი ეს ანიმა არისო იუნგი ამბობს 4 ძირითადიო. პირველი ეს არის მუზა, ქალი როგორც მუზა. აი ცნობილი თქვა სალვადორ დალის გალა, რომელიც მანამდე ერთი ფრანგი პოეტის ის იყო მუზა და მე კიდე იმის მუზა და ბიჭო, ეს ქალი ერთ გეხვეწებით, მე დადეთ ამ ქალის სურათი, აი აქ სადმე ესე დადეთ რა იყო ეს გალა ასეთი. არაფერი ისეთი ეტალონური სილა, აი როგორც ავა გარდნერი მაგალითად, ხო? აი შარლ სტოუნი ითვლება იდეალური პროპორციების ქალად, ხო? სილამაზე, რასაც ქვია, ვერ იტყვი რომ გალა ლამაზი იყო. მაგრამ იყო პიროვნება იყო. ნიჭიერი გალა რომ არ ყოფილიყო, თქვენ მე დადეთ სურათი სალვადორ დალი ადრეული პერიოდი გალამდე და გალას შემდეგ ვერ მიხვდები რომ ეს ყვავილები და ეს თაიგული არის სალვადორ დალი. გალამ გააკეთა რა გაგებით. არა ის რომ აი მასე შვილივით იზრუნა მართალია მასე ბევრად უფროსი იყო. გალამ თავისი პიროვნული საზღვრებით მაგალითი მისცა რას ნიშნავს იყო ტალანტური და თვითმყოფადი. მეორე ეს არის ალქაჯი. ანუ ეს ანიმა ქალის ეს ქალური ენერგია ალქაჯი ვეძმა ხო მაშინ რო არის თქვა რაღაც ლატექსის იმითი კუდი აქ რქები ხელში მათრახი აქ ისე რა ქვია ხელბორკილები სადომაზოხისტი გიჟი ვიღაცა ხო დაცემული და ასე შემდეგ ხო ეს ყველაშია უბრალოდ რომელი გაიღვიძებს და რომელი იმუშავებს იმას. მესამე არქეტიპი ეს ანიმას ქალური საწყისის მამაკაცი დედის ყველაზე გავრცელებული. აი ყველა მთავარი პრობლემა ეს იწყება რა თქმა უნდა ეს ბავშვური ტრავმები, ეს აღზრდის, ეს ოჯახური ტრადიცია, უზნეობა, კულტურა და ასე შემდეგ, ხო? როდესაც დედას არ აქვს დრო, აი თქვა მუშაობს დღე და ღამე. იქ ღამის მენაში, მე იქ გავარდება, მე იქ წამოვიდა და რჩება ეს ბავშვი, აი ასე, ამარა, ხო? დედის ნაკლებობა, ან დესპოტი დედა, ან მამისგან დაჩაგრული დედა, ან ესეთი გახლეჩილი ოჯახები, ყველგან თავისი ჭრილობა. და მეოთხე, აი, ყველაზე ერთ-ერთი სერიოზული ანიმა, ეს არის სულიერი გიდი. როდესაც მე კაცმა შენში ვიპოვე არა დედა, არა გიჟი ქალი, არა მხოლოდ როგორც მუზაო, რაღაცა ესე გაგაიდეალო, არა. ჩვენ ვართ პარტნიორები, თანაბარი უფლებით. თანაბარი. და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით სულიერ ზრდაში. და ჩვენ შორის კონფლიქტი არის ახალი შესაძლებლობა, ახალი დიალოგის. რომ მე შენთან, მე კაცს ვთქვათ, ხო? არ მეშინია ვიყო სუსტი. მე არ მეშინია შენს თვალწინ ვიტირო, იმიტომ რომ შენ ზუსტად იცი. რომ ხარ არა უბრალოდ როგორც ცოლი ან საყვარელი და რაღაცა, შენ ხარ ძალიან გონიერი. ძალიან სულიერი, განათლებული, მიხვედრილი, მე განათლებას ხას უსვამ, არა მწიგნობრობას, არამედ ნათელი, მიხვედრილი. და შენ მე იმ ცრემლს საპატიებლათაც კი არ გამიხდი. ეს საპატიებელიც კი არ იქნება არაფერი. მე მიყვარხარ შენ, კაც, ქალი, რომელიც ჩემ ემოციურ კოსმოსს გამინათებ. შიგნით ჩამატრიალებ და იქიდან ბედნიერს გამომახედებ. მე მჭირდება მეგობარი. პიროვნება მჭირდება. თორემ კულინარი და მზარეული და დამლაგებელი და ასე შემდეგ გაცილებით იაფი დამიჯდება, კვირაში ერთხელ მოვიყვანო ქალი და სახლი დავალაგებინო. გაცილებით იაფი დამიჯდება, მზა პროდუქტი ვიყიდო და მოვიტანო, ვიდრე ცოლი ვარჩინო. ცოლი დიდი დანახარჯია. ოჯახი გაცილებით დიდი ეკონომიკური რესურსია, საჭიროებს რესურსს. ვიდრე მე ჩემთვის ვიყო ახლა მარტო და მშვენივრად ახლა იქ საჭმელზე მიხდით როგორი მომენტია, კაცი რამხელა, ნახეთ, მივდივართ სადამდე. რამხელა ეკონომიკური პასუხისმგებლობა. მე როგორია, აი მაგალითად აი გიდა იყო მონაზონი. ყველა ადამიანს ცხოვრებაში უდგას რაღაცა ეპიზოდი, რომ აი მონაზონი. არა, კითხვა როგორ უნდა დაისვას. განაისა გინდა იყო მონაზონი? არა. შენ გინდა ყოველთვის მონაზონი.
შენ გინდა ეს ქალი, მე მინდა ეხლა აი ამას ოჯახი შევქნა. შენ გინდა ამ ქალთან ყოველთვის იყო. 3 შემთხვევა რატომ იკავებს თავს? რატომ იკავებს თავს? აი მივედით აქამდეც. არ უყვარს. არ უყვარს. მეორე, არაწყობს. მესამე, გაურბის. თუ ამ ქალმა მასში გაანათა ისეთი ემოციური სივრცე, სადაც ეს კაცი აღმოჩნდება თავის თავთან პირისპირ აღიარებული, რომ ვაიმე მე ამ ქალმა დამიმყრო. მე ისე მიყვარს, რომ ეს ქალი მე გადამრევს. ის აღმოაჩენს, რომ მასში აფეთქდა როგორც ვულკანი ისეთი გრძნობა, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ეს ისეთი დიდი რყევა, რომ ამ ემოციას მან არ იცის რა უყოს. და რას აკეთებს? მოხავს ის, ვით ნაკლებად უყვარს. უფრო მეტად აწყობს. ანუ ან გაქცევა. აი ეს გაქცევაზე მინდოდა მეკითხა, რატომ გარბიან? აი ამიტომ ეშინია. არ იცის ამ ემოციას რა უყოს. განა მე შენი პირადად ქალის პიროვნების მეშინია. ჩემი ემოციის, რომელიც შენ ჩემში გაანათე, იმ ემოციის არ ვიცი რა ვუყო. იმიტომ რომ ამ ემოციების მართვას სჭირდება კულტურა. აღზრდა სჭირდება, ჯანმრთელი ტვინის სჭირდება. და ჯანმრთელი ტვინის ჩამოყალიბებას სჭირდება ბავშვობაში არა მხოლოდ კარგი სკოლა და განათლება, კაი წიგნები და ფორმა. ამას სჭირდება სიყვარული, ამას სჭირდება ჩახუტება, დედაგენაცვალო სჭირდება და დედის პატივისცემა, რომ და უნდა ნახოს შვილმა, რომ მამა დედას ეხუტება. მე დაჯუჯკნოს და ეს ლოყები ეს გაეხუმროს დედმამის შეხმატკბილება შეხუმრება. პატარ-პატარა დღეს ამასაც ხომ ფული არ უნდა. ნევრები არ აქვს, ნევრები არ აქვს, ხო სერიიდან გინეკოლოგი. კი, გინეკოლოგი და ნევრები. ხო, ნერვები არ არის, ხო? და ეს მე ჯაჭურად მოდის. იმას ნერვები არ აქვს, იმიტომ რომ იქ სამსახურში რაღაცა, იქ იქ პოლიტიკა, იქ ის არ დამთავრდა ეს ჯაჭვი. და ამ დროს გამოჩნდა ქალი, რომელმაც აი მოაყირავა ამის ემოციას. და ვერ შეეგუა. მან არ იცის რა უყოს ამ ემოციას. კი, და გაიქცა. ფარდებს. აი ეს იყო ჩემი მოკლე მონოლოგი ამასთან დაკავშირებით. ეხლა ბევრ ქალს აინტერესებს ეს თემა, დარწმუნებული ვარ და ბევრი ქალი გვიყურებს. როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ კი ასე არ ვაკეთებ, თუ კი ჩვენ საზღვრებს მხოლოდ ვიცავთ, გვეშინია და ამის გამო ბევრ ამას ვითმენთ, საკუთარ მეს ვიკლავთ ჩვენში. არასდროს არ არის დაგვიანებული შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. აი როგორ უნდა მოვიქცეთ? ქალისთვის უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ბედნიერება. ქალისთვის საჭიროება, აი მე შენ მჭირდები. სიტუაციას კლავს. იმიტომ რომ თუ შენ მე ახლა მე ვარ ვთქვათ კაცი და შენ ხარ ქალი და მე უნდა მიმჭირდები. ესე იგი მე საჭიროებად ნივთი ვარ. მე მჭირდები ნიშნავს რომ შენ ნაკლული ხარ. ეს საკუთარ თავზე მუშაობა როგორ უნდა დავიწყოთ? ქალებმა რომ არ ვიყოთ მუდამ მსხვერპლნი. და არ ვეწირებოდეთ ოჯახს, მეუღლეს და ჩვენი საზღვრები გქონდეს, ისე რომ ვიყოთ ყოველთვის საინტერესო მამაკაცებისთვის. შენ ყოველთვის საინტერესო იქნები, როგორც კი იქნები შენ ნაღდი. ნაღდი. საკუთარი ემოციების გამოხატვის რომ არ შეგვეშინდება. თავარი ჯადოსნური სიტყვა. ნუ გეშინი. ნუ გეშინია იყოს აი ესე რომ აი ხა მაგალითად პირდაპირ რომ აი ასე ვარ და აი და რა სიტყვის ხალხი ვიღაც სიტყვის ეს რას ორიგინალობს ის სიტყვის რა აი კომპლექსებს თავადებს არაფერს არ ვებწვ მაგალითი ვარ ის რაც ვარ რაც ვარ ამაზე უარეს ფორმებში ვარ ნანახი მე ჩემი ოჯახის შვენივრად ვარ ყველანი გადასარევად ყველანი ვართ ბალიში აფეთქებულები ვით დილით და ყველას გვაქვს დეპრესია ყველას გვაქვს ეს მაგრამ ეს არის გარდამავალი დიახ ეს არ არის მთავარი დიახ ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი დაადეთ აგერ აქ ზედა კუთხეში გალას სურათი აი ეს ცნობილი ქალები ან კლეოპატრა რა იყო არაფერი არ იყო მაგრამ ნიჭიერი იყო პოლიგლოტი იყო იცოდა საქმე როგორ ეწარბოებიდა მოვიდა რობინ ბიჭო ქვაზე არ დატოვებს ეხლა მოსპობს ყველაფერს ხო დიახ და რას აკეთებს თავად იპყრობს რომის მთავარ კეისარს და ნახეთ რას აკეთებს იყენებს ყველაფერს ეს იმას არ ნიშნავს რომ ვთქვათ ესე სხეული ყველაფრისთვის გამოიყენო მაგრამ აქ მიხვდით რისი თქმა მინდა ნუ გეშინია თუ შენ გინდა
რომ დაგაფასოს. გინდა საყვარელმა მამაკაცმა, მეგობარმა, ოჯახის წევრმა, დედა, მამა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი და ასე შემდეგ, შვილები. შენ უნდა თქვა. ეს არის ჩემი სივრცე. ეს არის საზღვარი. არ გადმოკეთებ ჩემი საზღვარი. დიახ, ისე როგორც კაცები იცავენ თავიანთ საზღვრებს. შენ ხომ ამბობ, რომ ეს ჩემი საზღვრებია და აბა ეხლა და ჯიშ. ეს ჩემი საზღვარი. ამას თუ მოყვა, თუ შენ სიმართლეს პატივს არ სცემენ და შენი სიმართლიანად შენ არ უყვარხართ, იქ სიყვარულის ადგილი არ ყოფილა. დიახ. და ალბათ არ უნდა გვჭირდებოდეს ქალებს თვითშებაზების ამაღლება კაცისგან. ეს ჩვენში უნდა იყოს. არავითარი, არამც თუ კაცისგან, არც ქალისგან, არც უფროსისგან, არც შვილისგან, არც დედისგან, არავისგან. შენი დამოკიდებულება ჩემდამი ჩემს დამოკიდებულებას ჩემდამი არ შეცვლის. შენ რომ მითხრა, ნუ პირობითად უტრირებაა თქვენ მე რომ მითხრათ. დია შენ ხარ გენიოსი. ეს ხო ტყვილი. მე უბრალოდ მადლობას მოგახსენებთ კომპლიმენტის, მაგრამ ეს ტყვილი. ისევე როგორც მითხრა შენ ხარ შტერი. გაცილებით რასიზმ, ესეც ტყვილი. თუ შენ ვითარდები. აი ეს გიდი ხარ, აი ფსიქოპომპი ხარ. შენ ხარ საინტერესო, შემოქმედებითი ხარ. შენ გაქვს შენი საზღვრები, შენ გაქვს შენი პრინციპები, შენ გაქვს შენი სამყარო. და ამბობ, ეს ჩემია. მე ეს მინდა და მე ეს არ მინდა. დამთავრდა, დაიცავი. რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში? მაგდანას ლურჯა. დიახ. და აი ეს არის საცოდაობა, რაც დღეს ხდება. ძალიან. რატომ ეწირები? რისთვის ეწირები? დათვურ სამსახურს უწევ და მოდიხარ და ყდები უცხო. ვინც მოითმინა მოიგო. ახლა მე ჩამოგითვლით რას მოიგებთ? ჰიპერტონულ დაავადებას, შაქრიან დიაბეტს, ავტოიმუნურ დაავადებებს, რევმატოიდული ართრიტები და ასე შემდეგ, ხო? უძილობა, ნევროზი, შფოთვითი აშლილობები, დეპრესიები, ეს სხვადასხვა რა. მოიგებ ფსიქოსომატურ დაავადებებს. იქ სადაც ურთიერთობა ეფუძნება მოთმინებას, იქავრობას უნდა გაეცალო. დიახ. შესაძლებელია ვინმეს ჰგონია, რომ ეს გადამეტებული მათი სიყვარულია ოჯახის მიმართ. ოჯახის ერთგულება და სიყვარული კი არ არის. რა თქმა უნდა გიყვარს ეს ოჯახი. რა თქმა უნდა ზრუნავ, მაგრამ ძირში რა ყოფილა? სიამაყე. შენ თავთან მარტო დარჩენის უნარი არ გქონი. შენი მოდელი ქცევის არ გაქვს. დიახ. პლასტელინად გამოგძერწეს, განა პლასტელინისგან, პლასტელინად, რომ თურმე კარგად იქნები. თუ ყველაფერს გააკეთებ, ოღონდაცა ომი არ იყოს და ეჰე, ომი თუ არ გინდა, იქნები ეს. დიახ. დაავადებული, შეწირული და გაუცხოებული. გაუცხოებული. ანუ ჯადოსნური სიტყვები, განვითარება, შემოქმედება. მე მინდა, მე არ მინდა. ეს ჩემი საზღვარია და თუ მე შენ მაიძულებ დავიცვა, რომ სულ თავდაცვის რეჟიმში ვიყო და სიყვარულს სულ შევეწირო მუდამ ჟამს, იქ სიყვარული არ ცხოვრობს. დიახ. ეს უკვე სიყვარული აღარ არის. და ის ქალბატონები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებიან კაცისგან გადმოდგმულ სერიოზულ ნაბიჯს, ამას ჯობს, რომ საკუთარ თავში იპოვონ ძალა მეტი განვითარების და საკუთარი საზღვრების დაცვის. ალბათ ეს რჩევა ახლა ქალბატონებმა. ხო იცით, სულ რომ ადამიანი ელის რა ქვია? სულელი არავის არ მოსწონს. რაც არ უნდა ლამაზი იყოს და რაც არ უნდა გებრიელ ხაჭაპურს აკეთებდეს. სულ ელი არ უნდა იყოს. და რა არის გამოსავალი? მყავს ამ ქალს და საზღვრების დაცვას ვერ ახერხებს იმ წუთში, იმ მომენტში. რა უნდა ქნას? უნდა წავიდა ეს? მერე ხომ არ დააფასებს უფრო რომ წავა. ნუ ესეც არის ხო? რა გინდა კაცისგან დაფასება, რომელსაც არ უყვარხარ? და რატომ არის მაშინ 2 წელი, 3 წელი იმ ქალთან შეჩვევა თუ უბრალოდ რას ელოდება? უბრალოდ შეიძლება ეს იყოს უფასო სხეული. უბრალოდ იმიტომ რომ იქ შედარებით უსაფრთხოა, მოვლილია, ყურადღება და შეჩვეულია კი მე რა, მასე აგერ ქვას ატარებ 1 წელი ჯიბით და მე ვერ გადააგდებ ეჩვევი. მე რა შეჩვევა რა მე და ანანავო ასე რა გინდა? შენი მოდელი ქცევის რატომ არა გაქვს? არ უყვარხარ დამთავრდა, წავიქეცით. ავდექით, გავისწორეთ თმები და გავაგრძელეთ. გავაგრძელეთ გზა.
ამდენი განსხვავებები რომ გვაქვს ქალებს და კაცებს, რა გვაერთიანებს? ზე ყველანი ღვთისშვილები ვარ თუ ამბობენ. ანუ იცით რა არის ჩვენ აი ხო გასაკვირი ის კი არ არის რომ ერთმანეთს ვერ ვუგებთ და ოჯახები ინგრევა ან ვერ იქმნება. გასაკვირია შექმნილი ოჯახები წლობით რომ ერთად ეს არის გასაკვირი. ერთად რომ ვართ ეს არის გასაკვირი. ეს არის აი იმიტომ ზღაპრებში აი მას შეუყვარდა, იმასე შეუყვარდა, მე იცხოვრეს დიდ ხანს აწდამარადის. და იმ ზღაპრის გაგრძელება ქორწილის მერე არ არის. ქორწილზე მთავრდება იგი ზღაპარი. თუ შეუყვარდა კაცს და ქალს, რომელს უფრო ძლიერი სიყვარული ახასიათებს? ორივეს აბსოლუტურად სხვადასხვანაირად აი როგორია კაცის სიყვარული სხვადასხვანაირია. აი რო ეთქვი, რატო არ მეუნები რა, არასდროს ჩემთვის არ გითქვამს რომ გიყვარვარ და ყური მოსმენა უნდა ქალსა ეს რაც მოვყევით, ხო? აი სმენა კაცი უფრო საქმეს ხედავს, ხო? ეს მოუტრიალდება და გეტყვის. ცოლად რომ მოგიყვანე. ეს უკვე ხომ ნიშნავს. ბიჭო, შენ გიყურებ ყოველ დღე. ამაზე მეტი რა გინდა? ან მაგალითად აი მოგწონვარ თუ არ მოგწონვარ ერთხელ ჩემ ახლობელი ეუბნება თავის წელს. ბიჭო, შენ რა მოსაწონი ხარ? რა? შენ მიყვარ ხარ, თორე შენ რა მოსაწონი ხარ? აი ეს სიყვარულს რას გაუგებ? რას გაუგებ? ამიტომ ესეც ძალიან ისეთი თემაა, ვის როგორ უყვარს მამაკაცი, ქალი და გვაერთიანებს ის რომ ჩვენ ვართ სულიერი არსებები და სულის გამოვლინება მოდელი არის სიყვარული. და რაც შეეხება ღალატს. სიყვარულში, როდესაც კაცს უყვარს, უფრო ნაკლებად არის ღალატი, თუ როდესაც ქალს უყვარს. ანუ ხომ შეიძლება რომ კაცს თუ შეუყვარდა, ის არ უღალატებს. შეიძლება ქალს შეუყვარდეს, მაგრამ არ ყოფნის ის სიყვარული კაცის მხრიდან და უღალატოს. აი ღალატი როგორ არის ამ შემთხვევაში? რომელი უფრო მოღალატე? ღალატის თემა ეს არის ცალკე თემა. ბიო ისეთი გენეტიკური თემა. მამაკაცების უმრავლესობა არის პოლიგამიური. პოლიგამიური ეს მოჩვენებითად მონოგამიური არა, ეს ოჯახის სიწმინდე და ერთი ძოლი და უნდა შევაკვდეთ ამ ძოლს და ამ დროს ესე კრასატულინკებით ესე დახუნძლული და რამე. ეს კრასატულინკების პრობლემა ყველასთან არის. ყველა კაცს უნდა ეს თანამდებობა, ძალაუფლება და ფული რომ ბევრი კრასატულინკა ყავდეს. ის ოჯახში ის დაგულებულია, ის გასაგებია დაბევებულია იქ სიტუაცია, თორე ყველა დაძვრება იდეაში. ის თანამდებობა მაგისთვის უნდა. აი ამითი რას ეხლა უნდა მოვყვეთ ძალიან ისეთი, არ ვიცი გავა თუ არა ეს თქვენს ეთერში. ესე იგი, ჭიჭიკია და შარლ სტოუნი ერთად თვითფრინავით გზაურობენ და ჩამოვარდა თვითფრინავი უკაცრიელ კუნძულს. და მარტო ჭიჭიკია და შარლ სტოუნი გადარჩა. და ნუ მოკლედ ესე იგი არიან ბედნიერები მეტი რა გზა აქვს და შარლ სტოუნი აკეთებს საჭმელებს, ბანანებს, რა ეს რაღაცა და ჭიჭიკია განცხრომაშია რა. და ვაიმე მოიწყინა ჭიჭიკია. დაღონდა ჭიჭიკია და შეწუხდა ძალიან შარლ სტოუნი. რატო ხარ მოწყენილიო? მითხარე არაფერი არა. არა მითხარი გეხვეწებ მითხარ არაფერი. ჭიჭიკეონა. გაიხად ტანზე. გაიხად. ეხა ეს ჩემი შარვალ კოსტუმი ჩაიცვიო მედიო. ჩაიცმევს შარვალ კოსტუმს. დადგებიან ეს. ბიჭო, რა ქალი მყავს იცი? ანუ მას სჭირდება კაც აღიარება, არა მხოლოდ ის რომ ეს ქალი ვინმეს უთხრას გაუზიაროს. რა ქალი მყავს იცი? ხო. ანუ სოციალური არსებაა თან ამავდროულად. და მამაკაცის მთავარი ერთ-ერთი აი სტატუსი არის არა მხოლოდ ბევრი ფული და თანამდებობა, არამედ რამდენად აქტიური მამაკაცური საწყისით არის წარმოდგენილი მისი პირადი ცხოვრება. ბევრი ქალი ნიშნავს რომ ის წარმატებული კაცია და ამას ბიოლოგიური სარჩული აქვს. რატომ? თუ არის ჯანმრთელი, ლამაზი, ტანადი, კეთილი, კარგი, ხელგაშლილი, ნიჭიერი, ბევრი შთამომავალი უნდა დატოვოს. მისი გენები უნდა გავრცელდეს. ეს მასში დევს. ამიტომ მამაკაცის ღალატი სხვაგვარად აღიქმება. ბუნებრივი თვალსაზრისით ღალატი მომგებიანია. ეთიკური თვალსაზრისით არის მიუღებელი, იმიტომ რომ ეს არის მტკივნეული. იმედია რომ ამ რჩევებით ჩვენს მაყურებელს ბევრი საინტერესო ამბავი გაუზიარეთ და თუნდაც დღეიდან ის ქალბატონები, რომლებიც არიან ჩაკეტილ სივრცეში, იბრძვიან საკუთარი თავის გადარჩენისთვის, არ აქვთ საკუთარი საზღვრები და ვერ იცავენ, იმედს ვიტოვებ, რომ ამ პოდკასტის შემდეგ
თუნდაც 1%-ით მაინც შეცვლიან თავიანთ ცხოვრებას. ძალიან სასიამოვნო. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთ საინტერესო საუბრისთვის. კიდევ შევხვდებით იმედი მაქვს ჩემს პოდკასტში. დიდი მადლობა. ეს იყო ჩვენ შორის პოდკასტი YouTube არხზე ნინიასთან ერთად. თუ მოგეწონათ მეოთხე ეპიზოდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. მე კი მადლობა მინდა გადავუხადო Echo Chambers ტექნიკური მხარდაჭერისათვის. დროებით.